სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვორენ ვირსპის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. დღეს ჩვენ ძველ აღთქმას განვიხილავთ მე-20 ნაწილს, რომელიც კომენტარებს აკეთებს დაბადების მე-18 და მე-19 თავზე, რომელსაც ვორენ ვირსპიმ როგორც ცეცხლისაგან დაარქვა. ეს აღებულია კორინთელთა წერილიდან, ჩვენ ამას ვნახავთ საუბრის ბოლოში. მოდით წავიკითხოთ ახლა ეს ადგილი ბიბლიაში და შემდეგ შევუდგეთ კომენტარების წაკითხვას. დაბადება თავი 18. და გამოეცხადა უფალი აბრაამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაკებაში კარვის კართან იჯდა. აღაპრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორი ახლოს. დაინახა კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და დაბლაცსა თაყვანი. უთხრა, უფალო, თუ რამ მადლი პოვე შენს თვალში, გვერდს ნუაული შენს სახურს. ცოტა წყალს მოვატანირებ და ფეხს დაგბანენ, მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ. გამოგიტათ მცირეუდან პურს და დაინაყრეთ გული. შემდეგ კი წადით, რაგი გზა ჩაუარეთ თქვენ სახურს და უთხრეს მას, ისე გააკეთე, როგორც თქვი. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაამი და უთხრა, იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე. ნახირისაკენ გაიქცა აბრაამი, აიყვანა ჩვილი საღი ხბო, სახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას. აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში შორი ახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ. კითხეს, სად არის სარა, შენი ცოლი? უპასუხა, აქ არის კარავში. და თქვა ერთმა მათგანმა, გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და ძე ეყოლება სარას, შენ ცოლს. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასრულთან, რადგან მის უკან იდგა. მოხუცები იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი და შეწყვეტილი ქონდა სარას დედათა წესი. გაეცინა სარას გულში და თქვა, როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია? და უთხრა უფალმა აბრაამს, რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით, ნუ თუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისასო? განა უფლისათვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს გაისა დავბრუნდები შენთან და ეყოლება სარას ზე. შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა, არა, გაიცინე. ადგნენ კაცები და სოდომისაკენ გაიხედეს. გაყვა აბრამი გასაცილებლად. თქვა უფალმა, დაუმალო აბრაამს რის გაკეთებას ვაპირებ? აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველიერი. რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახელოს თავის შემდეგ უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაეუნკიდროს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც აღუთქვა. და თქვა უფალმა, რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდა ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია. თვითონ შევიტყობ. გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა. მიახლა აბრაამი და უთხრა, ნუ თუ მართალსაც დაღუპა უკეთურთან ერთად? ეგებ 50 მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუ თუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული 50 მართლის გამო? შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი. შორს შენგან, რომ მთელი ქვეყნიერების საჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს. უთხრა უფალმა, თუ ვპოვებ სოდომში 50 მართალს მთელს ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს. მიგო აბრაამა. გავკადნიერდი, რომ ლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი. იქნებ 50 მართალს ხოლოდ 5 დააკლეს, ნუ თუ ამის გამო დაყუპა მთელ ქალაქს. უპასუხა, არ დავყუპავ, თუ ვპოვებ 45-ს. განაგრძო აბრაამა საუბარი და თქვა, იქნებ 40 აღმოჩნდეს? უპასუხა, არც 40-ისთვის ჩავიდენ ამას. კვლავ თქვა აბრაამა, ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ 30 აღმოჩნდეს? უპასუხა, არ გავაკეთებ ამას თუ ვპოვებ 30-ს. კვლავ უთხრა, გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკებ, იქნებ 20 აღმოჩნდეს. უპასუხა, 20-ისთვისაც არ დავყუპავ. თქვა აბრაამა, ნუ განრისხდება, უფალი და ერთხელაც ვიტყვი. 10 კაცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა, არც 10-ისთვის დავყუპავ. და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაამთან საუბარი დაასრულა და დაბრუნდა აბრაამიც თავის ადგილზე. თავი მე-19.
საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში. ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა წინ მიეგება და მიწამდეს სათაყვანი. თქვა: ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილა-ადრიან თქვენი გზით წახვალთ. უპასუხეს: არა, მოედანზე გავათევთ ღამეს. მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა, ხმიადები დაუცხო და ჭამეს. სანამ დაწვებოდნენ, მოვინეს სოდომის მკვიდრნი, ჭაბუკიდან მოხუცებდა და სახლს შემოეხმნენ ყველანი. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანეთ ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი. უთხრა: ძმებო, ნუ იზათ ამ უკეთურობას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთა ჯერ არ შეუცნიათ მამაკაცი. თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებთ ის უყავით. ოღონ ამ კაცებს ნუ რაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემ ჭერქვეშ შემოვიდნენ. უთხრეს: აქედან მოშორდი. კვლავ უთხრეს: ვიღაც უცხო მოსულ ხარ ხიზნა და უკვე სამართალში? ახლა მათზე უარეს დაგმართებთ. მიესინენ ლოტს და კარების შემტრევა მოინდომეს. მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს. ხოლო ისინი სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდი ან პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყლათ კარის ზებნაში. კითხეს ლოტს სტუმრებმა: კიდევ ვინ მყავს აქ? ძენი, ასული, სიძეები გაიყვანე აქედან, ყველანი, ვინც შენიანი ამ ქალაქში. რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რა კი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა. გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძვეებს. მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: ადექით წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძვეებს ეგონოთ ხუმრობსო. განთიადისას ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო. მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩაშიდეს ხელი მკაცება მას, მის ცოლსა და ორ ასულს. მათ და მიუფლის წყალობის გამო და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი. გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით. მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით. და უთხრა ლოტმა: არა ბატონო. აჰა, რადგან მადლი პოვა შენ მომსახურმა შენ თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები. ვაი თუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე. აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი, გასაქცევად. თანაც უმნიშვნელოა, იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს. უთხრა: ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობი ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქნა არ ძალმიც შენს იქ მისვლამდე. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი, ანუ უმნიშვნელო. ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს. დაწვიმა უფალმა სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან. დაამხოეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი. ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა. უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად. ადგა დილა-ადრიან აბრაამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა. გაიხედა სოდომისა და გომორისაკენ და აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს. როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი გრევას. როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა. აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში. უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროს: მოხუცდა მამა ჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. მოდი, დავალევინოთ მამა ჩვენს ღვინო, დავათროთ, მიუწვეთ და გავაგრძელოთ მამა ჩვენი შთამომავლობა. დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს, მივიდა უფროსიდაო და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროს: აჰა, ვიწექი წუხელ მამა ჩვენთან, ამაღამაც დავალევინოთ ღვინო, მიდი შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამა ჩვენის შთამომავლობა. იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას და უმცროსიდაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავის მამისაგან. ეყოლა უფროს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე. უმცროსაც ეყოლა ძე დაარქვა სახელად ბენყამი და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. ის არის ყამონელთა მამა დღემდე. ეს არის ეს ორი თავი გაერთიანა ერთად და უწოდა როგორც ცეცხლისაგან. ეხლა თქვენ მიაქცევთ ყურადღება, ჩვენ ხო მოვისმინეთ და რამდენ საგანძურს, რამდენ ნიუანსებს კიდე გამოიტანს ეს ბიბლიის ეს ერთგული მასწავლებელი ვორენ ვირსბი ჩვენს საყურადღებოდ.
ადამიანური კონფლიქტების ისტორიაში არასოდეს ყოფილა, რომ ერის დიდი უმრავლესობა ასეთ ვალში ყოფილიყოს ასეთი მცირერიცხოვანი ჯგუფის მიმართ. სერ უინსტონ ჩერჩილმა ეს სიტყვები წარმოთქვა ბრიტანეთის თემთა პალატაში 1940 წლის 20 აგვისტოს. მან ომის პირველი წელი შეაჯამა და შემდეგ განსაკუთრებული პატივი მიაგო სამეფო საჰაერო ძალების მამაც გამანადგურებელ პილოტებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას თავიანთი ოსტატობითა და თავდაბდებით ამ ომს კურსი შეუცვალეს. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა იცოდნენ თუ რას აკეთებდა სამეფო საჰაერო ძალების მათთვის, მაგრამ სოდომისა და გომორის და ვაკის სხვა ქალაქების მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ სამი ადამიანი, აბრაამი, ლოტი და იესო ქრისტე, იდგა მათსა და სრულ განადგურებას შორის. პირველი ქვეთავი ესე დაასათაურა: აბრაამი, ღვთის მეგობარი. აბრაამს ეს განსაკუთრებული წოდება ენიჭება მეორე ნეშტა მე-20 წიგნში, ესაიას 51 თავის მერვე მუხლში, იაკობის წერილის მეორე თავის 23 მუხლში და ის ერთადერთი ადამიანია ბიბლიაში, ვისაც ეს ტიტული აქვს: აბრაამი, ღვთის მეგობარი. იესომ ლაზარეს თავის მეგობარი უწოდა, გახსოვთ იონეს სახარების მე-11 თავში. და ის მეგობრებს უწოდებს ყველას, ვინც ასე იწამებდა და დაემორჩილებოდა. ამას უკვე იონეს სახარების მე-15 თავში იესო თავის ლოცვისას წარმოთქვავს. და ის მას როგორც მის მეგობრებს უწოდებს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ეს მეგობრობა, მისი სიყვარული და ვიყოთ მასთან მოზიარეობაში და ასევე გავიგოთ მისი ნება. თუ ჩვენ უხილავი მტერი გვაწუხებს, წერდა ამერიკელი ევანგელისტი ვენს ჰეფნერი, ჩვენ ასევე გვყავს მეგობრად უხილავი მეგობარი. მართალია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე დიდია, მაგრამ უფრო დიდია მასზე ჩვენი მოკავშირე. მეგობრობა ყოველთვის გულისხმობს მსახურებას და ამ თავში თქვენ იხილავთ აბრაამს, რომელიც სამ სხვადასხვა სფეროში ემსახურება. ეს არის უფალი, ეს არის თავის სახლი და დაკარგული სამყარო. პირველი ის უფალს ემსახურება. ეს პირველ და მერვე მუხლებშია გადმოცემული. ყველა მსახურება პირველ რიგში უფლისადმი უნდა იყოს, რადგან თუ ჩვენ ვერ ვიქნებით კურთხევა უფლისათვის, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით კურთხევა სხვებისათვის. ეს ასევე მართალი იყო იუდაველ მღვდლებზე. გამოსulis წიგნი 28 თავი პირველი მუხლები მესამე 29 თავი პირველი მუხლი. ასევე ღვთის სახურებზე ადრეულ ეკლესიაში მოციქულთა საქმეები მე-13 თავი. და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გულითადად აკეთეთ, როგორც უფლისათვის და არა ადამიანებისათვის, რადგან უფალ ქრისტეს ემსახურებით. კოლოსელთა წერილი მე-3 თავი. აბრაამი დღის სიცხეში ყოველდღურად ისვენებდა და როდესაც დაინახა ეს სამი უცხო ადამიანი, იმ წამსვე გაეშურა მათ შესაგებებლად. ცოტა თუ მოგზაურობდა ასეთ სიცხეში შუა დღეს. ამიტომ აბრაამი მაშინვე გახდა ცნობის მოყვარე და ამავე დროს გამოიჩინა თავაზიანობა. სტუმართმოყვარეობა კი აღმოსავლეთის უპირველესი კანონი იყო და აბრაამიც ერთგულად ემორჩილებოდა ამ წელს. სამი უცხოელი იყო უფალი იესო ქრისტე და მისი ორი ანგელოსი. მათ გარეგნობაში არაფერი იყო ისეთი, რომელიც რაღაცას ეტყოდა აბრაამს, თუ ვინ იყვნენ ისინი. მაგრამ როდესაც ის მათთან იწყებს ურთიერთობას, ის ხვდება, რომ ეს სტუმრები სამეფო სტუმრები იყო. მისი მსახურება უფლის წინაშე იმდენად მისაღები იყო, რომ ჩვენც უნდა მიბოძოთ ამ მაგალითს. დასაწყისისთვის პირველ რიგში ჩვენ უნდა ყურადღება მოვაქციოთ, რომ ის პირადად ემსახურებოდა უფალს. გახსოვდეთ, რომ აბრაამი ახალგაზრდა არ იყო. აბრაამი 99 წლის იყო და დიდარი შეიხი. მას შეეძლო ეს დავალება ნებისმიერისათვის მიეცა. პირველ რიგში თავისი მოურავი ელიაზარისთვის.
ან მისი 300-ზე მეტი მსახურიდან ერთ-ერთისთვის. მაგრამ ამის ნაცვლად მან გადაწყვიტა თავად პირადად მომსახურებოდა უფალს. ასევე მისი მსახურება იყო დაუყოვნებლივი. აბრაამ შეეძლო მათი უგულვებყოფა იმით, რომ მას ეძინა, ან შეეძლო ეთხოვა დამჯდარიყვნენ და დალოდებოდნენ, სანამ ის ამ ძილს მოითავებდა. მაგრამ აბრაამი იყო რწმენის კაცი და რწმენა არასოდეს არ აყოვნებს მოქმედებას, როდესაც საქმე ეხება უფლის მსახურებას. და ეს თავი სწორედ რომ ხაზს უსვავს იმას, რომ აბრაამი სწრაფად და დაუყოვნებლივ ემსახურებოდა უფალს. ის გაიქცა სტუმრების შესახვედრად და იჩქარა, რომ სარასთვის ეთქვა, რომ პური გამოეცხო. ასევე ის გაიქცა ხბოს მოსაყვანად, რომ დარწმუნებულიყო, რომ ეს ხბო ყოფილიყო საღი, ნორჩი და ასევე ააჩქარა ის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უნდა გაემზადებინა ეს ხტო. გაითვალისწინო, რომ ეს არის მოხუცი კაცი, რომელიც პაპანაკება სიცხეში შუადღისას სიცხეში დარვის აქეთ-იქით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტუმრებს მოესახურა, აბრაამი ამის მერე გაჩერდა. აბრაამი გულუხვად ემსახურებოდა უფალს და მისცა მას საუკეთესო, რაც კი მას ჰქონდა. სარამაც საუკეთესო პური, საუკეთესო ფქვილისაგან გამოაცხო. ხორცი კი ძალიან გემრიელი და ძალიან ნორჩი ხბოსაგან იყო დამზადებული. ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრისათვის არანაირი ნარჩენები და მეორე ხარისხოვანი საკვები არ შეიძლებოდა რომ მირთმეულიყო. თუ გაიხსენებთ, ნახეთ რა კონტრასტია იმასთან, რასაც ჩვენ მალაქიას წინასწარმეტყველის წერილში ვკითხულობთ. როდესაც იყო დრო, როცა მღვდლებთან ადამიანები აძლევდნენ ძალიან მეორე ხარისხოვანს და ნაკლოვანს. ამას ჩვენ მალაქიას წიგნის პირველ თავში ვკითხულობთ. ასევე აბრაამის მსახურება თამდაბლობით გამოირჩეოდა. ის თაყვანსცემდა სტუმრებს, საკუთარ თავს კი მსახურად მოიხსენიებდა. ნადიმს კი მხოლოდ პურის ლუკმას უწოდებდა. ის სამ სტუმარს ემსახურებოდა და შემდეგ თვითონ ახლოს დადგა, რათა საჭიროების შემთხვევაში ის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მან შეწყვიტა კომფორტული შუადღის ძილი, რათა სამ უცხო ადამიანს მსახურად დამდგარიყო. მაგრამ ამ მსახურების წყალობით მან უდიდესი კურთხევა მიიღო საკუთარი თავისთვის და მისი მეუღლისათვის. ის უფალს სხვათან თანამშრომლობით ემსახურებოდა და სხვების მსახურებაში ისიც მონაწილეობას იღებდა. სარამ გამოაცხო პური, ახალგაზრდა კაცმა ხორცი მოამზადა და უეჭველად სხვა მსახურებმა აბრაამს კარაქი და რძე მიუტანეს. მირჩევნია, რომ 10 კაცი დავასაქმო, ვიდრე 10 კაცის საქმე შევასრულო, ამბობდა ევანგელისტი დვაით მუდი. და ის მართალი იყო. წლების განმავლობაში შევისწავლე მე დიდი ქრისტიანების ბიოგრაფიები და გავიგე, რომ ღვთისერთგული მსახურები ყოველთვის სხვებსაც ამხნევებენ და სხვებსაც ჩართავენ ხოლმე ღვთის სამსახურში. დვაით მუდი ღმერთმა გამოიყენა მრავალი ასეთი მუშაკის აღსაზრდელად, მოსაზიდად და დასახმარებლად. მათ შორის იყვნენ მეიერი, კემპელ მორგანი და ტორი. პოლ რეიდერს მსგავსი მსახურება ჰქონდა თავის თაობაში, რამაც ხელი შეუწყო მსახურების დაბადებას, რომელიც დღემდე ჩვენთან არ და მიმდინარეობს. როდესაც საკუთარ თავს ან ჩვენ მსახურებას ვემსახურებით, ჩვენი საქმე ქრება, მაგრამ როდესაც უფალს ვემსახურებით, ის მარადიული და უხვად გვაძლევს ნაყოფებს. იონეს სახარება მე-12 თავი. სანამ ნაწილს ჩვენ მივატოვებთ და გადავალთ მეორეზე, რამდენიმე სიტყვა უნდა თქვა ქრისტიანულ სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობის შესახებ. მოხერხებული მოტელებისა და სასტუმროების დღევანდელ დროში იშვიათად ფიქრობთ იმაზე, თუ რას ნიშნავს უცხო ადამიანების მიღება
ებრაელთა წერილი მე-13 თავი. თუმცა სტუმართმოყვარეობა ქრისტიანული მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელთა წერილი 12, 1 პეტრეს 4:9. სინამდვილეში სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი მოთხოვნაა ადგილობრივ ეკლესიაში ლიდერობისათვის. 1 ტიმოთე 3:2, ტიტე 1:8. სხვათა სიყვარულით მსახურები ჩვენ მემსახურები ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. მათეს სახარება 25 თავი. და ხელს უწყობთ ღვთის ჭეშმარიტების გავრცელებას. მე-3 იოანეს წერილი მე-5-დან მე-8 მუხლების ჩათვლით. შემდეგი მსახურება აბრაამა გამოავლინა მისი მეუღლის მიმართ. იმის გამო რომ აბრაამი ერთგული ყოფლისა, ის ასევე გახდა კურთხევის არხი, საიდანაც ეს კურთხება უკვე მის მეუღლეზე და მთელ კაცობრიობაზე გადადის. სარას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა შესრულებული ღვთის მიერ სოფლიოსათვის ხსნის გეგმის განხორციელებაში და მან თავისი წვლილი ამაში პირნათლად შეიტანა. ამას ებრაელთა წერილის მე-11 თავში კითხულობთ. ასევე პეტრე გადმოგცემს ამას 1 პეტრეს წერილის მე-3 თავში. რომაელთა წერილში პავლე საუბრობს ამაზე მე-4 თავში. სარაც უკვე მოხუცებული იყო, მაგრამ ის კვლავ სასურველი ქალი იყო მომხიბლელობითა და სილამაზით. ნაწილობრივ იმიტომ რომ მისი ქმარი უყვარდა და ისიც მას ეპყრობდა როგორც პრინცესას, რომელიც მისი ცოლი იყო. უფალი ზეციდან ჩამოვიდა, რათა აბრაამსა და სარას მიეღოთ ეს მისი გზავნილი. ამავე დროს მომავალ წელს სარა აღთქმულ ვაჟს გააჩენდა. ეს ამბავი იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ სარას გაეცინა და ეჭვი დაებადა. შეიძლებოდა თუ არა ესეთი რამ ორ ხანდაზულ ადამიანს დამართნოდა. აბრაამის სიცილი სიხარულით სავსე იყო. რწმენიდან წარმოშობილი, ჩვენ ეს მე-17 თავში წავიკითხეთ. მაგრამ სარას ეს სიცილი ურწმუნოებით იყო აღსავსე, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა ამის უარყოფას. რა თქმა უნდა, როდესაც ეჭვი გვეპარება ღმერთში, ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ როგორც მის სიმართლეს, ასევე მის შესაძლებლობებს. ესე დროს ადამიანი ფიქრობს, ასრულებს თუ არა ის თავის დაპირებებს, აქვს თუ არა მას ძალა გააკეთოს ის, რასაც ის ამბობს რომ გააკეთებს? ორივე კითხვაზე პასუხი არის კი. რომაელთა წერილის მე-4 თავში ამას კარგად აყალიბებს პავლე. არის რაიმე, რაც უფლისათვის რთულია? დაბადების გახსოვთ მე-18 თავი. რა თქმა უნდა არა. თუ მტკიცებულება გჭირდებათ, მაშინ მოусმინეთ იობს, ერემიას, ანგელოზ გაბრიელს, მოციქულ პავლეს. თუ ღმერთი დაპირებას იძლევა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მას აქვს მისი შესრულების ძალაც და ასევე ერთგულებაც. მაშინაც კი, თუ ჩვენ ურწმუნოები ვიქნებით. მე-2 ტიმოთეს წერილის მე-2 თავის მე-13 მუხლი. საბოლოოდ სარა მოინანია და ქმართან ერთად მიედო ღმერთს და მანაც აღთქმული ვაჟი მისცა მათ. ქმარი, რომელიც უფალს ემსახურება, აღმოაჩენს, რომ ემსახურება საკუთარი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი მის ცოლს. და ეს იქნება კურთხევის წყარო სახლში. როდესაც ჩვენ ვსწავლობთ დაბადების მე-19 თავს, დავინახავთ კონტრასტს ლოტსა და როგორც მიწიერ ადამიანში და ასევე აბრაამი, რომელიც არის ზეციური ადამიანი, რომელსაც არანაირი გავლენა სულიერი არ ჰქონდა თავის სახლზე, რაც ჰქონდა აბრაამს. შემდეგი მსახურებას, რომელსაც ჩვენ ხედავთ აბრაამისას, ეს არის დაკარგულ სამყაროსთან. აბრაამი ეკუთვნა ღვთის ხალხის იმ რჩეულ ჯგუფს, რომლებიც შუამავლების სახელით იყვნენ ცნობილი. და ესეთი ბიბლიაში რამოდენიმეა. ასეთი პიროვნებები იყვნენ მოსე, სამუელი, ელია წინასწარმეტყველი, იერემია, მოციქულები და თავად ჩვენი უფალი. ვიმეორებ, ადამიანები, რომლებსაც შუამავლის სახელით ვიცნობთ ჩვენ. სინამდვილეში ჩვენი უფლის სახურება დღეს ზეცაში შუამავლობის სახურებაა, რომელთა წერილის მე-8 თავი. ამიტომ ჩვენ არასდროს ვართ უფრო მეტად ჩვენი უფლის მსგავსნი, ვიდრე მაშინ, როდესაც სხვებისთვის შუამდგომლობთ. ჩვენთვის საკმარისი არ არის, რომ კურთხევა ვიყოთ ჩვენი უფლისა და ჩვენი სახლისათვის. ჩვენ ასევე უნდა ვეცადოთ, რომ დავიპყროთ და მივახციოთ დაკარგულ სამყაროს და ცოდვილები ჩვენს მხსნელთან მივიყვანოთ. ჩარლზ სპერჯენმა თქვა, თუ ისინი დაკარგულ ცოდვილებს გულისხმობდა,
არ გაიგონებენ თქვენ საუბარს, ისინი მაინც ვერ შეგიშლიან ხელს თქვენ ლოცვაში. ნუ თუ ისინი გაიცინებენ თქვენ შეგონებაზე, ნუ თუ ისინი შეგაწუხებენ თქვენი ლოცვების დროს, ნუ თუ ასე შორს არიან ისინი რომ ვერ მივწვდეთ მათ, ნუ გეშინიათ თქვენი ლოცვები მაინც მიაღწევს მათ გულებს. ნუ თუ მათ განაცხადეს რომ აღარასოდეს მოგისმენენ და ვერ თქვენ სახეს იხილავენ, არა უშავს, ღმერთს აქვს ძალა, რომელიც მათ უნდა მოისმინონ. ესაუბრეთ მას და ის არის, ვინც აგრძნობინებს მათ გულებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი ცუდად გექცევიან, ბოროტებას გიხდიან თქვენი სიკეთის ნაცვლად, მაინც ილოცეთ მათთვის და არასოდეს დაუშვათ, რომ ისინი როგორმე დაიყუბონ თქვენი ვედრების ნაკლებლობის გამო. ეს სიტყვა ჩარლს სპერჯენმა, უდიდესმა ინგლისელმა ევანგელისტმა, წარმოთქვა მეტროპოლიტენის დარბაზში. უფალმა და ორმა ანგელოზმა დატოვეს აბრაამის ბანაკი და სოდომისაკენ გაემართნენ. მაგრამ უფალი შეყოვდა, სანამ ანგელოზები მიდიოდნენ. თავის პირველ ნახევარში აბრაამი აქეთ-იქით დარბის, მაგრამ მეორე ნახევარში ის გაჩერდა და პატივისცემით წარდგა უფლის წინაშე და ლოდის სოდომში მყოფი სხვა ადამიანების გამო იწყებს შუამდგომლობას. ნეტარ არიან გაწონასწორებულნი. შუამავალი პირადად უნდა იცნობდეს უფალს და ემორჩილებოდეს მის ნებას. ის საკმარისად ახლოს უნდა იყოს უფალთან, რომ გაიგოს მისი საიდუმლოები და იცოდეს თუ რაზე ილოცოს. ამოსის წინასწარმეტყველება გახსოვთ მესამე თავი, ფსალმური 24. უფლის სიტყვები მე ვიცნობ, რომელიც დაბადების მე-18 თავშია, ნიშნავს მე ავირჩიე იგი და ის არის ჩემი ახლობელი მეგობარი. რომელსაც იესოც გვირდება იესო ქრისტე თავის ლოცვაში იონეს სახარების მე-15 თავში. აბრაამა სოდომის მომავლის შესახებ მეტი იცოდა, ვიდრე ამ ქალაქის მოქალაქეება და მათ შორის ლოტომაც. სწორედ განცალკევებული მორწმუნე ის, რომელიც იგებს და იზიარებს ღვთის საიდუმლოებს. სარა და მსახურები დაეხმარნენ აბრაამს, როდესაც მან სამი სტუმრისათვის სადილი მოამზადა, მაგრამ როდესაც საქმე შუამდგომლობის მსახურებას მიუახლოვდა, აბრაამს უკვე აქ მარტო მოუწია ეს მსახურება. აბრაამი უფალს მიუახლოვდა და ებრაული სიტყვა ნიშნავს სასამართლოში მისვლას საქმის განსახილველად. ამას იაკობის წერილი გვეუბნება მე-4 თავში. აბრაამი ტვირთად აწევდა ლოტსა და ლოტის ოჯახს, ასევე დაბლობის 5 ქალაქში დაკარგულ ცოდვილებს და ეს ტვირთი უფალთან ერთად უნდა გაეზიარებინა. აბრაამის ლოცვა არა ღვთის წყალობაზე, არამედ ღვთის სამართლიანობაზე იყო დაფუძნებული. ზუსტად ამაზე ამახვილებს აბრაამი მასთან დიალოგში და ახსენებს, თუ ღმერთი როგორი სამართლიანია. განა მთელი დედამიწის საჯული არ იქნება სამართლიანი, ამბობს ის. და ეს მოხსენებულია მეორე ჯულის 32 თავში. სამართლიან და წმინდა ღმერთს არ შეეძლო მართალი მორწმუნეების განადგურება ბოროტ ურწმუნოებთან ერთად მოეხდინა. მორწმუნეები და მორწმუნეთ კი ლოტი იყო, რომელიც უკვე მეორე პეტრეს წელში მოიხსენიება ასე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები და სიტყვები როგორც ჩანს, ამ ფაქტებს უარყოფდა, ის საბოლოოდ მორწმუნედ დარჩა. სოდომისა და გომორას ქალაქები უკიდურესად ბოროტი იყო. და ამას ჩვენ დაბადების წიგნში მე-13 თავში ვხედავთ, როდესაც მოხსენიებულია ისინი, როდესაც ლოტი ირჩევს თუ სად დასახლდეს. ისინი იყვნენ ისეთი ბოროტები, რომ ამ ქალაქის კაცები ბუნების საწინააღმდეგო სექსუალურ პრაქტიკებს ეწეოდნენ. ეს ჩვენ წავიკითხეთ მე-19 თავში, ამას ამბობს იუდას წერილი მე-7 მუხლი და რომაელთა წერილის პირველი თავის 27 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ. სიტყვები სოდომი და სოდომიზმი ამ ჰომოსექსუალური პრაქტიკის სინონიმად იქცა. და ეს მამაკაცები ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ არ ცდილობენ თავიანთი ცოდვების დამალვას. ამას უკვე ესაია გადმოცემს მე-3 თავში. და არც ინანიებდნენ ამას იერემია იმეორებს 23 თავში.
სოდომისა და გომორას უეცარი განადგურება წმინდა წერილში გამოყენებულია როგორც ღვთისმსამართლიანი სამჯავროს მაგალითი ცოდვილებზე და მთელ ბიბლიაში ისინი მოხსენიებულია. ესაია გადმოცემს ამას პირველ თავში, მესამე თავში, ერემიას გოდება გადმოცემს მეოთხე თავში, სოფონია წინასწარმეტყველი ამაზე საუბრობს მეორე თავში, მეორე პეტრეს წერილი ამას გადმოცემს და ესე იხსენიება ეს ცოდვა. და ბოლოს იესოც იყენებს ამას გაფრთხილებად ბოლო ჟამის დროს ადამიანებისათვის. ლუკას სახარების მე-17 თავი. ეხლა კითხვა ისმის, რატომ სურდა აბრაამს, რომ ღმერთს დაენდო ასეთი ბოროტი ადამიანები? ალბათ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, თუ ისინი დედამიწის პირისპირ განადგურდებოდნენ. ეს რეაქცია უნდა ქონდეს, ხომ? წესით მართალ ადამიანს. რა თქმა უნდა, აბრაამის პირველი საზრუნავი ლოტი და მისი ოჯახი იყო, გახსოვთ, ერთხელ მან უკვე გამოიხსნა ლოტი. დაბადების მე-14 თავში ჩვენ ეს წავიკითხეთ, როცა ის დაატყვევეს. თუმცა მოქალაქედაგან არც ერთს, როგორც ჩანს, არ დაუფასებია ეს, რაც აბრაამა მათთვის გააკეთა. და ისინი ყველანი სოდომის და გომორას მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და უკან დაუბრუნდნენ ძველ ცხოვრების წესს. და არ გაითვალისწინეს ღვთის გაფრთხილება. მაგრამ ლოტის მდგომარეობის მიუხედავად აბრაამს არ სურდა, რომ ადამიანები ამ ქალაქში მაცხოვრებლები მომკვდარიყვნენ და სამუდამოდ განადგურებულიყვნენ. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთსაც ასევე არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს. ამას ჩვენ მეორე პეტრეს წერილში ვკითხულობთ. არამედ მას სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს. პირველ ტიმოთეს მეორე წერილი. პირველ ტიმოთეს მეორე თავი. ბოროტის სიკვდილი ღმერთს არ სიამოვნებს. არამედ მას უნდა, რომ ბოროტი მობრუნდეს თავის გზიდან და იცოცხლოს. ეზეკიელი 33:11 მუხლი. საკითხი არ არის თუ რა სახით ცოდვებს ჩადიან ადამიანები, თუმცა ზოგიერთი ცოდვა, რა თქმა უნდა, უარესია ვიდრე სხვები. არამედ საკითხი იმაშია, რომ ნებისმიერი, თუნდაც პატარა ცოდვის საზღაურიც არის სიკვდილი. გახსოვთ რომაელთა წერილში პავლე ლაპარაკობს ამაზე მე-6 თავში 23 მუხლში. ამ სიკვდილის შემდეგ კი არის მარადიული ჯოჯოხეთი. ამიტომაც შუამალებს უნდა ქონდეთ თანამგრძნობი გული და ღრმად შეშფოთებული იყვნენ ისინი ნებისმიერი დაკარგული სულების გამოხსნით. არა აქვს მნიშვნელობა, რა ცოდვებიც არ უნდა ქონდეთ მათ ჩადენილი. რომაელთა წერილი მე-9, პირველიდან 3 და მე-10 თავი. ამ დიალოგიდან ჩვენ არ უნდა გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ აბრაამი თითქოს ეკამათება უფალს და ევაჭრება, რადგან ეს ასე არ იყო. არამედ პირიქით, აბრაამი ძალიან თავმდაბალი და ძალიან მორჩილად წარსდგა უფლის წინაშე, როდესაც მან თავისი საქმე წარმოადგინა. აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ ქალაქში სულ მცირე 10 მორწმუნე მაინც იქნებოდა. არასოდეს შეაფასოთ მორწმუნეთა მცირე რაოდენობის მნიშვნელობა. მხოლოდ 10 ადამიანი გადაარჩენა წარმოგიდგენიათ მთელ ამ ქალაქს განადგურებისაგან. ლოტს რომ მხოლოდ საკუთარი ოჯახი მოეპოვებინა უფლის წმენაში, შეიძლება ამ ქალაქს განკითხვა თავიდან აცილებული ყოფილიყო. ასე რომ თქვენი პირადი მოწმობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთისათვის, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ საკუთარი თავი და ასე იგრძნოთ თქვენ. შემდეგი ქვეთავი არის ლოტი როგორც ქვეყნიერების მეგობარი. ეს თავი აღწევს ლოტის სულიერი დაცემის სამწუხარო შედეგებს. და შემდეგ ლოტის სცენიდან გადის, ხოლო აბრაამის ისტორია კიდევ გრძელდება. იხილეთ 1 იოანეს 2:17. აბრაამი ღვთის მეგობარი იყო, მაგრამ ლოტი ამ ქვეყნიერების მეგობარი გახდა. გახსოვთ იაკობის წერილში მე-4 თავში, როგორ გადმოცემს ამას იაკობი. და ამ ორ კაცს შორის განსხვავება ძალიან დიდი იყო და ადვილად შესამჩნევი. როდესაც ზეციური მსახურები აბრაამის სანახავად მივიდნენ,
ის მისი კარვის კართან იდგა, მაგრამ ლოტი მისი განსხვავებით ბოროტი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ა ブラ ამი იყო პილიგრიმი და მომლოცველი ხიზანი და ამ ქვეყანაში, მიწიერ ქვეყანაში მხოლოდ მოგზაური. მაგრამ ლოტმა თანდათან მიატოვა თავისი კარავი და დაიწყო სოდომში დასახლება. ზეციური ქალაქის ნაცვლად, გახსოვთ ებრაელთა წერილის მე-11 თავი, ლოტმა სოდომისაკენ გაიხედა და ხილვით დაიწყო სიარული. ჩვენ ეს დაბადების წიგნის მე-13 თავში ნახეთ, როდესაც ა ブラ ამს და ლოტს და მის სახურებს მათ წყემსებს კონფლიქტი მოსდით ერთმანეთთან და ა ブラ ამი აძლევს მას არჩევის უფლებას თუ რომელი მიწა და რომელი ადგილი აირჩიოს. გვახსოვს ჩვენ მან თავისი კარავი სოდომთან ახლოს გადაიტანა და როგორც ჩანს, ბოლოს უკვე სოდომში გადავიდა საცხოვრებლად. ლოტის კარიბჭესთან დგომა ქალაქის წინ ეს გარკვეული ავტორიტეტის მქონე ადამიანობაზე მიუთითებს. რადგან სწორედ აქ ძველ დროში ქალაქის კარიბჭესთან იმართებოდა და განიხილებოდა ოფიციალური საქმეები. ჩვენ ამას რუთის წიგნში მე-4 თავში კითხულობთ. ლოტი სოდომში ღვთის მითითებით უნდა წასულიყო. მისი ყოფნა ღვთაებრივ განზრახვების შესრულებას მოახდენდა. ბოლოს და ბოლოს ღმერთმა იოსები ეგვიპტეში და დანიელი ბაბილონში, ესთერი კი სპარსეთში დაასახლა და მათი ყოფნა კურთხევად იქცა იქ. ამ ქვეყნიურობა ფიზიკური გეოგრაფიის საკითხი არ არის. ის არის გულის განწყობის საკითხი. პირველი იოანეს წერილის მეორე თავი ამას გადმოგცემს. ლოტის გული სოდომში დიდი ხნით ადრე იყო. უბრალოდ ის იქ სხეულით ჩავიდა და სხეული დასახლდა. ეჯგარეშე რომ მან სამყაროსადმი პირველი სიყვარული მაშინ მიიღო, როდესაც ა ブラ ამთან ერთად ეგვიპტეში წავიდა. და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან ვერასოდეს გაიმარჯვა ამ მიწიერ სიყვარულზე. შემდეგ კონტრასტს ჩვენ ვახდენთ, პირველი იყო ადგილმდებარეობა, ახლა ვახდენთ კონტრასტს დროში. შუადღის დასაწყისში გახსოვთ უფალი და მისი ანგელოზები ეწვიან ა ブラ ამს, მაგრამ როდესაც ლოტთან მიდიან, ეს უკვე საღამო ჟამი იყო, როდესაც ანგელოზები სოდომში შევიდნენ. ა ブラ ამის სინათლეში დადიოდა, ხოლო ლოტი კი სიბნელეში. პირველი იოანეს წერილის პირველი თავის მე-5-დან მე-10 მუხლები. შემდეგ არის სტუმრები. როგორც ხედავთ აქ, ლოტს მხოლოდ 2 ანგელოზი ეწვია, რადგან თავად უფალს იესო ქრისტეს არ შეეძლო ლოტთან და მის ოჯახთან ურთიერთობა, როგორც ეს ა ブラ ამთან და სარასთან გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ლოტი მორწმუნე იყო, მისი ცხოვრება ისეთი იყო, რომ უფალი არ გძნობდა თავს მასთან როგორც სახლში. სწორედ განცალკევებული მორწმუნეთკბება უფალთან ახლოს სიარულით. გახსოვთ მეორე კორინთელთა წერილის მე-6 თავი და ზიარებით იოანეს სახარება მე-14 თავი. ბერძნული ენის მეცნიერი კენეთ ვუსტი შემდეგნაირად თარგმნის პავლეს ლოცვას ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში. ეფესელთა წერილის მე-17-ში არის ეს ლოცვა მოცემული. რათა ქრისტე საბოლოოდ დამკვიდრდეს და თავის სრულად სახლში იგზნოს თქვენს გულებში თქვენი რწმენით. ა ブラ ამისაგან განსხვავებით, ლოტს არ ჰქონდა კარავი და სამსხვერპლო და უფალსაც ამიტომ არ შეეძლო მასთან ზიარებაში შესვლა. შემდეგი არის სტუმართმოყვარეობა, რომ მოახდინოთ შედარება, როგორი იჩენს ამას ა ブラ ამი და როგორი იჩენს ამას ლოტი. ლოტი საკუთარ თავს სახურს უწოდებდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ მას, რომ ა ブラ ამის გავსად არ ჩქარობს საკვების მომზადებას. არც ფეხზე დგას, როდესაც მზადყოფნაში არის, რაც ა ブラ ამა გააკეთა. ჩამორჩება ა ブラ ამს ყველანაირად, როგორც თავაზიანობაში, ასევე ყურადღებაში. საღამოს კულმინაციას ქალაქის კაცები კართან უზნეო მიზნებისათვის მისვლა აგვირგვინებს. და ისინი ეუბნებიან, გამოიყვანეს ისინი ჩვენთან, რათა მათთან სექსი გქონდეს. ეს არის სწორედ შეცნობა, რასაც გულისხმობს მე-5 მუხლში.
ლოტი მზად იყო თავისი ორი გაუთხოვარი ქალიშვილი შეეწირა ამ ბრბოს ნებებისათვის. ანალოგიურ ჩვენმერებს საჯულების წიგნში წავიკითხავთ მე-19 თავში. მაგრამ საბედნიეროდ ანგელოზები დროზე ჩაერინენ და აარიდეს ეს საშინელება ლოტის ოჯახს. რა მოხდა? რა დაემართა ლოტის პირად ღირებულებებს? თუ ის მართლა აპირებდა შეეთავაზებინა თავის ქალიშვილები ამ ბრბოსათვის, მათი სენსუალური მადის დასაკმაყოფილებლად? როცა ამას ვკითხულობთ და მე აბრაამის ისტორიაზე ჩვენ გადავალთ, ხედავთ, რომ აბრაამი პირიქით თავის შულს უფალს წირავს. შემდეგი კონტრასტი არის იმ გზავნილებს შორის, რომელიც აბრაამა და ლოტმა მიიღეს. ღვთისმსერად მოწოდებულმა ცნობამ აბრაამს სასიხარულო რამე გააგებინა. მას და სარას ერთ წელიწადში ეყოლებოდათ აქტმული ვაჟი, მაგრამ ლოტისათვის უფლის მიერ გაჟღერლულის ცნობა შემზარავი იყო. ღმერთი აპირებდა სოდომისა და ყველაფრის განადგურებას, რაც მას ჰქონდა ამ ქალაქში. ღმერთი დაზოგავდა ქალაქს ანგელოზებს რომ ეპოვათ 10 მორწმუნე მაინც. მაგრამ რადგან ეს შეუძლებელი იყო, ღმერთმა მოწყალედ გადაარჩინა მხოლოდ ისინი, ვინც იწამეს ეს ამბავი. ღვთისცნობა დაკარგული სამყაროსათვის არის, რომ განკითხვა მოდის, მაგრამ მისი დაპირება საკუთარი ხალხისადმი არის ის, რომ უფალი გადაგვარჩენს ჩვენ. 1 თესალონიკელთა წერილის მე-5 თავი და მეორე პეტრეს წერილის მეორე თავი. შემდეგი კონტრასტი გვინდა დავინახოთ გავლენებს შორის. თუ რა გავლენას ახდენდა აბრაამი თავის ოჯახზე და რა გავლენა ჰქონდა ლოტს თავის ოჯახზე. რწმენისა და მორჩილების გამო აბრაამი კურთხევა გამოდგა თავის სახლისა და მთელი მსოფლიოსათვის. მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების გამო ლოტს არანაირი გავლენა არ ჰქონდა, სულიერი გავლენა არ ჰქონდა არც ქალაქზე და არც საკუთარ სახლზე. მისი გათხოვილი ქალიშვილები და მათი ქვრები დასცინოდნენ მას და უარს ამბობდნენ ქალაქის დატოვებაზე. მისი ცოლიც კი იმდენად იყო შეყვარებული სოდომზე, რომ მანაც ბოლოს გაიხედა უკან ქალაქისაკენ და სწორედ ამ მზერამ გაანადგურა და მოკლა იგი. და მარილის სვეტად იქცა, ჩვენ წავიკითხეთ ეს. და ამას ლუკას სახარებაში ჩვენ უკვე ვიხსენებთ მე-17 თავში. ლოტის ორი გაუთხოვარი ქალიშვილი მას ქალაქიდან გაყვა, მაგრამ ისინი გამოქვაბულში აღმოჩნდნენ. მამამისი დაათვრეს და ინცესტი ჩაიდინეს მასთან. აბრაამის დაშორების შემდეგ ლოტმა დაუშვა, რომ მისი ხასიათი დაქვეითებულიყო და დაცემულიყო. და ამასთან ერთად მისი გავლენა შემცირდა. შემდეგი კონტრასტი არის დამოკიდებულებები. თუ ვის რა დამოკიდებულება ჰქონდა? პირველად როდესაც ღმერთმა იხსნა ლოტი, ის გახდოთ ომში დაატყვევეს. და ის მაინც პირდაპირ სოდომში დაბრუნდა. ამ მტკინეული გამოცდილებას უნდა გაეფრთხილებინა, რომ ის ღვთისნებას ეწინააღმდეგებოდა. ლოტმა კი გაიგო ეს გაფრთხილება, მაგრამ აშკარაა, რომ მან არ შეინახა და არ გაითვალისწინა ის. ახლა ღმერთმა ლოტი ხელით უნდა აიყვანოს და ძალით გამოიყვანოს სოდომიდან. გახსოვთ, ჩვენ წავიკითხეთ, რომ ლოტი ჭოჭმანობდა და ყოყმანობდა. შემდეგ ეკამათებოდა. შემდეგ ითხოვა, რომ საკუთარი გზით წასვლის უფლება მიეცა. ღმერთმა მან თისაკენ მიუთითა და ის კი ქალაქისაკენ ითხოვს წასვლას, როცა ბოლოს ის მაინც მთას უბრუნდება. ღვთის წყალობისთვის მადლიერების გამოხატვისა და მხსნელისათვის მორჩილების ნაცვლად ლოტი წინააღმდეგობას უწევდა მათ და ამითი პრობლემები შეუქმნა. ამის საპირისპიროდ აბრაამი ღვთის ნებას დაემორჩილა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა სთხოვა თავისი საკუთარი ვაჟი შეეწირა. ეხლა შევადაროთ შედეგები. უფლის აბრაამთან ვიზიტის შედეგი ახალი იმედი და აღფრთოვანება იყო, რადგან აბრაამი და სარა სიხარულით ელოდნენ ვაჟის დაბადებას. თუმცა ლოტმა ყველაფერი დაკარგა, როდესაც სოდომი განადგურდა და თავად გადარჩა, მაგრამ თითქოს და ცეცხლიდან. ეს არის ზუსტად 1 კორინთელთა წერილის მე-13 თავის მე-15 მუხლიდან. თითქოს და ცეცხლისგან.
ასე დაასათაურა უორენ ლუისიმ ეს მთელი მეოცე ნაწილი. ზოგიერთი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან, ამბობს პავლე მოციქული. მის ქალიშვილებს ორი ვაჟი შეეძინათ, რომელთა შთამომავლები, მოაბელები და ყამონელები, გამუდმებით ებრაელი ერის მტრები გახდებოდნენ. აბრაამ აიხილა დაბლობის ქალაქების განადგურება, ფსალმუნი 98 და მიხვდა, რომ ღმერთს ვერ ეპოვა 10 მართალი ადამიანი, მაგრამ ღმერთმა იხსნა ლოტი აბრაამის გამო. ჩვენ ეს წავიკითხეთ, რომ ლოტის ხსნა აბრაამის გამო მოხდა. როგორც ომიდან გამოხსნა, ასევე სოდომიდან მისი გამოყვანა. და ეს მთლიანად ღვთის მადლიდა და წყალობის საკითხი იყო. ლოტი დაემსგავსა და შეესაბამებოდა მიწიერ სამყაროს, რომელთა წერილი 12:2, სადაც პავლე გვაფრთხილებს, რომ არ უნდა მივესადაგოთ მიწიერ სამყაროს, ამ წუთის სოფელს. ყველაფერი რისთვისაც მან იცხოვრა, კვამლში დაინთქა და დაიმარხა ნანგრევების ქვეშ. სადღაც მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ეს ქალაქები. ასე რომ ლოტი ყველა მორწმუნისათვის გაფრთხილებაა, რომ მათ არ შეიყვანონ ეს მიწიერი სამყარო და არ დაუმეგობრდნენ მას და არ შეიბილწონ ამ სამყაროთი. იაკობის წერილი 1:27. რადგან განკითხვის დღე ერთხელ საბოლოოდ აუცილებლად დადგება. იესო ცოდულთა მეგობარი მართალია, სოდომისა და გომორას განადგურება ღვთის სამართლიანი სამჯავროს მაგალითია. იუდას წერილის მე-7 მუხლი. მაგრამ ასევე მართალია, რომ ღვთის სიყვარული დაკარგული ცოდულების მიმართ ნათლად ჩანს ამ ამბავშიც კი. იესოს ნამდვილად არ მოწონდა სოდომელი მამაკაცების ცხოვრების წესი, მაგრამ ის მოვიდა სწორედაც ასეთი ცოდულების გადასარჩენად, ისევე როგორც სოდომელებისა და გომორელებში. მათეს სახარება მე-9 თავი. როდესაც ის დედამიწაზე მსახურობდა, ის ცნობილი იყო როგორც მებაჟეებისა და ცოდულთა მეგობარი. გასვოთ მათეს სახარების მე-11 თავი. და ის მართლაც ასეთი იყო. ასე რომ დავფიქრდეთ ჩვენი უფლის სიყვარულზე ამ ბოროტი ქალაქების ხალხის მიმართაც კი. თავდაპირველად ის სულგრძელი იყო მათ მიმართ, როდესაც ხედავდა მათ ცოდვას, ისევე როგორც აბელის სისხლი ღაღადებდა ღმერთს მიწიდან, ასევე ამ ხალხის ცოდვები ღაღადებდნენ ამ ბოროტი ქალაქებიდან. ღმერთი სულგრძელია და აკავებს თავის სამჯაროს, რათა ცოდვილებს ჰქონდეთ დრო, რომ მოინანიონ. მეორე პეტრეს წერილის მე-3 თავი. ჩვენი უფალი არა მხოლოდ სულგრძელი იყო, არამედ ის მზად იყო მოესმინა აბრაამის შუამდგომლობა და განეხილა სოდომის გადარჩენა, თუნდაც 10 მართალი ადამიანის გამო. და როდესაც დადგა დრო, რომ ეს ქალაქები დაეწვა, მან გაგზავნა თავის ანგელოზები ლოტისა და მისი ოჯახის გადასარჩენად, მიუხედავად ამისა, რომ 10 მართალი იქ ვერ იპოვეს. მაგრამ სადაც ცოდვა მრავლდება, იქ მადლიც გამრავლდაო. გახსოვთ რომელთა წერილის მე-5 თავის მე-20 მუხლი. ეხლა იმსახურებდა თუ არა ლოტი ხსნას? რა თქმა უნდა არა. ასევე იმსახურებს რომელიმე ჩვენგანი გადარჩენას მომავალი რისხვისაგან? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ იესო ქრისტე მოკვდა სწორედ სოდომისა და გომორაში ყოფი ცოდვილისათვის. რადგან ქრისტეც ერთხელ ეწამა ცოდვებისათვის, მართალი უსამართლოებისათვის, რათა ჩვენ მივეყვანეთ ღმერთთან. 1 პეტრეს წერილის მე-3 თავის მე-18 მუხლი. ასე რომ ქრისტე არ მოკვდარა კეთილი და კარგი ადამიანებისათვის, რადგან არავინ არის კეთილი. არამედ ის მოკვდა უხთოებისათვის, რომელთა წერილის მე-5 თავის მე-6 მუხლი და ცოდვილებისათვის, იგივე თავის მე-8 მუხლი. შესაძლოა, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია იგივე ცოდვები, რასაც სოდომელები და გომორელები ჩადიოდნენ. მაგრამ ჩვენც ცოდვილები ვართ და იესო ქრისტეს წმენის გარეშე ვერანაირად ვერ გადაურჩებით მომავალ სამშავროს. ასე რომ დღესაც სიტუაცია არანაირად განსხვავებული არ არის. იესო კვლავ ცოდვილთა მეგობარია და ის გადაარჩენს ყველას, ვინც მასთან ჭეშმარიტი მონანიებით და წმენით მივა. ამიტომაც მას ეხლაც ასევე სჭირდება აბრაამისნაირი შუამავლები და მოწმეები,
რომლებიც ილოცებენ და ეტყვიან დაკარგულ ცოდვილებს, რომ იესო ქრისტე სწორედ მათთვის მოკვდა და მათაც შეუძლიათ ამ ახალი დასაწყისის გაკეთება, თუ ისინი მას მიენდობიან მთელი გულითა და სულით. დაბლობის ქალაქების მაცხოვრებლებს წარმოდგენაც არ ქონდათ, რომ იმ დილით, როცა ისინი გაიხვიცებდნენ, ეს იქნებოდა მათი სიცოცხლის ბოლო დღე. ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და უცებ ცეცხლი ჩამოვარდა. ლუკას სახარება მეჩვენე თავში აღწერილი ანალოგიური. როგორ გონიათ, როდესაც სამჟარო მოვა? იქნები თქვენ აბრაამის მსგავსი და არ მოგიწევთ ღვთისმშობლის სხვაზე ფიქრი? ან ლოტის მსგავსად გადარჩებით როგორც ცეცხლიდან? ან სოდომის ხალხად დაიკარგებით სამუდამოდ? ასე რომ ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა. მოუხვეთ მას, სანამ ის ახლოსაა. მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა და უსამართლო კაცმა თავისი ზრახვები და დაუბრუნდეს უფალს და ის შეიწყალებს მას. ჩვენს ღმერთს, რადგან ის უხვობით იწყალებს ყველას. ესაიას წიგნი 55 თავი. მადლობა მოსმენისათვის.